ქოლესტერინზე ვისაუბრებ, ზოგჯერ დამაბნეველია ხოლმე რომ ამბობენ ქოლესტერინი, მერე ლიპიდური სპექტრი და LDL-ი, HDL-ი და რაღაც ბევრი სიტყვებია მოკლედ და ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს მიხვდეს რაზეა ლაპარაკი, რა დროს რა უნდა ქნას და რას ნიშნავს. აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. თავიდან დავიწყოთ რომ ქოლესტერინი არის ცხიმი, ერთგვარი ცხიმი, ჩავთვალოთ რომ არის ცხიმი მოკლედ, რომელიც დადის ორგანიზმში, წარმოიქმნება ჩვენს ღვიძლში და მთელს ორგანიზმში სისხლთან ერთად მოგზაურობს მოკლედ და საჭიროა უჯრედებისთვის, უჯრედების მემბრანა შეიცავს და სტრუქტურისთვის სჭირდება თითქმის ნებისმიერ უჯრეს უფრო სწორად და ასევე გვჭირდება ჰორმონებისთვის ასევე ქოლესტერინისგან მზეზე რო გადის ადამიანი ქოლესტერინისგან D ვიტამინი წარმოიქმნება შესაბამისად ქოლესტერინი გვჭირდება ჯამში კაი რაღაცა მაგრამ პრობლემა ის არის რომ დადის ამ მთელს ორგანიზმში აი ცვილის მსგავსი ის აქვს თვისებები გაეგლისება კედელს სისხლძარღვის კედელს და შეიძლება დარჩეს Z და მერე დაგროვდეს რომ დაგროვდება ქოლესტერინი გროვდება მერე სისხლძარღვი იბიძნება და ბოლოს იქ სხვა პროცესებით მიდის ანთება ვითარდება და ქოლესტერინის ფოლაკი წარმოიქმნება და ათეროსკლეროზი ჩვენ ათეროსკლეროზს ვეძახით მერე და ეს ათეროსკლეროზი ბოლოს ავიწროებს სისხლძარღვს მერე თრომბი დაჯდება Z ვინაიდან ეს დაზიანება და ორგანიზმი აღიქვას როგორც დაზიანებას თრომბი გაიჭედება გაჭედავს სისხლძარღვი რომ გაიჭედება სისხლის მოქცევა შეწყდება რომელიმე ორგანოსი და თუ მნიშვნელოვანი ორგანოს სისხლის მოქცევა შეწყდა ადამიანს დაარტყავს გული მაგალითად ან ინსულტი დაემართება ეს არის ქოლესტერინის ბრჭყალებში ბრალი ამიტომ ვაქცევთ ქოლესტერინს დიდ ყურადღებას და რას ვიგებთ ახლა აი ქოლესტერინის ტესტი გავიკეთეთ თქვა და აი ქოლესტერინის ფრაქციები ლიპიდური სპექტრი რო ამბობენ რას ნიშნავს თავარი პირველი რასაც ვუყურებთ ხოლმე არის ზოგადი ქოლესტერინი ზოგადი ქოლესტერინი ნორმა არის რომ 200-ზე ნაკლები უნდა იყოს ზოგადად აფასებს რა რომ ზოგადად სურათში რა ხდება ეგ არის მან თავარი მერე მოდის LDL ქოლესტეროლი ანუ LDL ქოლესტერინი რომელსაც ცუდ ქოლესტერინს ეძახიან ანუ LDL და ეგ უნდა იყოს ნორმაში 100 მგ-ზე 100 მგ დეცilitrზე ნაკლები და რას ნიშნავს ეს LDL-ი ცუდი რატოა რომ დადის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინია და მეტი შანსი აქვს მოკლედ რომ გაეგლისოს სისხლძარღვებს და ათეროსკლეროზი წარმოქმნას და ამიტომ ვებრუზით ჩვენ და ამიტომ ვაფასებთ როგორც ცუდ ქოლესტერინად და 100 მგ-ზე ნაკლები უნდა იყოს და მეორე მხრივ გვაქვს HDL-ი არის პირიქით კარგი ქოლესტერინი რომელიც დადის ასევე და პირიქით რომც იყოს სადმე ზედმეტად ეს ქოლესტერინის სისხლძარღვზე დაგროვილი პირიქით იმას მოაცლის ეს შეუძლია ამიტომ ვეძახით ამას კარგ ქოლესტერინს ეს არის HDL კაცებში უნდა იყოს 40-ზე მეტი ქალებში უნდა იყოს 50-ზე მეტი 40 მგ-ზე საუბარი ქალებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოკლედ HDL და ტრიგლიცერიდები არის კიდე ერთი ფრაქცია რომელიც ტრიგლიცერიდები არის ჩვეულებრივი ცხიმი მოკლედ სხვანაირად რო შევხედოთ აი ქოლესტერინისგან ცოტა განსხვავებულია არის ცხიმი და ეს პირდაპირ ნიშნავს აი მაგალითად თუ ბევრი ცხიმი ჭამე ტრიგლიცერიდები გექნება მომატებული შეიძლება ბევრი ცხიმი ვთქვათ ჭამო ბოლო 3 დღის განმავლობაში მაგრამ ქოლესტერინი და LDL ქოლესტერინი მომატებული არ იყოს მაგრამ ტრიგლიცერიდები უფრო მგრძნობი არიან რას ჭამ ან ბოლო დღეებში თუ ვთქვათ ცხიმის არ ვთარჭამე ტრიგლიცერიდები უფრო მგრძნობი არიან მოკლედ შეიძლება იყოს დაკლებული ტრიგლიცერიდები ნორმაში 150-ზე ნაკლები უნდა იყოს 150-დან 500-მდე 500 ძალიან მაღალია და მნიშვნელოვანი რისკია პანკრეატიტის განვითარების თუ 500-ზე მაღალია ამიტომ ტრიგლიცერიდებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტრიგლიცერიდები უფრო მეტად დამოკიდებულია იმაზე მოკლედ როგორი კვებები ამის თქმა მინდა
და მეორე უფრო მეტად განსაზღვრავს დიაბეტის რისკს. ტრიგლიცერიდები თუ მაღალია, ადამიანს აქვს მეტი შანსი დიაბეტის, მეტი შანსი მეტაბოლური სინდრომის. კიდე განისაზღვრება ხოლმე ათეროგენობის ინდექსი. ათეროგენობის ინდექსი უბრალოდ დათვლა ამ ყველაფრის ფორმულით და განსაზღვრავენ რისკს, რამდენად მაღალი აქვს, რომ ათეროსკლეროზი განვითარდეს ადამიანს. განსაზღვრავენ კიდე არა HDL ქოლესტეროლს. არა HDL ქოლესტეროლი არის ქოლესტერინი იგივე, ხო, ქოლესტეროლი და ქოლესტერინი თუ შეგხვდათ ერთი და იგივეს ნიშნავს, შეგიძლია გამოიყენო ერთმანეთს შემცვლად. ეგ ნიშნავს, რომ ანუ კარგ მთლიან ქოლესტერინის რაოდენობას გამოაკლებ კარგს და რაც დარჩება, ამას ეძახიან არა HDL ქოლესტერინს და ეგ არის მნიშვნელოვანი, როცა ტრიგლიცერიდები მაღალია და გვინდა გავარკვიოთ რისკი, რომ კაი ეს HD კარგი ქოლესტერინი გამოვაკლოთ და რაც გრჩება აქ როგორ გვაქვს საქმე. რომ აი თქვათ მოსაზღვრეთ მაღალი ხო არ არის. შეიძლება ისე პირდაპირ არ ჩანს რომ მაღალია, მაგრამ თუ გამოვაკელით კარგი, ცუდი ბევრად მეტი დარჩა და ამიტომ ითვლიან ხოლმე კიდე აი ამ არა HDL ქოლესტერინს. ახლა რა არის მნიშვნელოვანი და რას უყურებთ ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად უყურებთ LDL ქოლესტერინს, ანუ LDL-ი თუ არის მომატებული, მაგალითად LDL, ანუ ცუდი ქოლესტერინი თუ მომატებული 190-ზე მეტად, ეგრევე იწყება მკურნალობა სტატინებით. არ აქვს მნიშვნელობა პრაქტიკულად სხვა არაფერს, თითქმის ეგრევე იწყება მკურნალობას, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რისკია. LDL-ი თუ არის 70-დან 190-მდე, მაშინ ესეც რა თქმა უნდა მაღალია, ხა 190-თან ახლოს თუ ძალიან მაღალია, მაგრამ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირი ტაქტიკაა მოკლედ. ზოგჯერ შემთხვევაში შეიძლება ექიმმა მიიჩნიოს, რომ გარემო ფაქტორების მოდიფიცირებით, კვებით, ვარჯიშით, ომეგა-3-ით შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში სტატინები ინიშნება. გააჩნია მდგომარეობას. ტრიგლიცერიდები თუ 500-ზე მეტია, ყველა შემთხვევაში ჭირდება მკურნალობა და მაგალითად HDL-ი თუ დაბალია, კაი ქოლესტერინი თუ დაბალ დონეზეა, პირდაპირ მკურნალობა არ ინიშნება, მაგრამ მაგალითად ვარჯიშით, ფიზიკური აქტივობით, წონაში კლებით, მისი მომატება შესაძლებელია და ეს გზები გამოიყენება. ახლა ძირითადად რა საკვები დანამატები ინიშნება ხოლმე იმისთვის, რომ ქოლესტერინი დაბალ დავწევთ. ომეგა-3 არის პირველი და ყველაზე ძალიან ბევრი მაქვს ნასაუბრები მოკლედ ომეგა-3-ზე, ვისაც დაგაინტერესებთ, ჩემ გვერდზე გადადით, ან ომეგა-3 კოტეთოდვა ჩაწერთ search-ში და ამოგიგდეთ ძალიან ბევრი მაქვს ნასაუბრები და დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ. მეორე არის სტეროლები, ანუ ისეთი საკვები იყიდეთ ხოლმე, რომელსაც სტეროლები აქვს დამატებული, ეს ვინც ევროპაში ცხოვრობს, მათთვის უფრო გამოსადეგი, საქართველოში ნაკლებად. საქართველოში რის გაკეთება შეიძლება შვრია მაგალითად, შვრია რო ჭამოს ადამიანმა და პარკოსნები რო ჭამოს. ორივე ქოლესტერინს ამცირებს. ფიზიკური აქტივობა ვარჯიში ამცირებს, წონაში კლება ამცირებს. ნაკლები ტრანსცხიმები, საერთოდ არ უნდა შეჭამო ტრანსცხიმები, ეგ სასურველია და ნაკლები ნაჯერი ცხიმები, ნაკლები ცხოველური ცხიმები. ეს ორი რეკომენდაცია წონაში კლებასთან ერთად, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, როცა დაავადებები იწვევს მაღალ ქოლესტერინს, რა დაავადებები იწვევს მაღალ ქოლესტერინს? ჰიპოთირეოიდიზმი, ფარსებრი ჯირკვის ფუნქციაც დაქვეითებულია, მაღალი ქოლესტერინის მოსალოდნელია, დიაბეტი მაღალი ქოლესტერინის მოსალოდნელია, თუ მწველი ადამიანი მაღალი ქოლესტერინის მოსალოდნელია, თუ არ მოძრაობს ადამიანი და დუნე ცხოვრების წესით ცხოვრობს მოსალოდნელია, ჭარბიწონა, სიმსუქნე, ალკოჰოლის მოხმარება, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადება. და ნუ ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია კიდე ძლიერი პრედიქტორია მოკლედ მაღალი ქოლესტერინის. კიდე რას უნდა იცოდეთ, ლიპოპროტეინ A, ან ლიპოპროტეინ A, ესე ამბობენ ხოლმე, განისაზღვრება ზოგჯერ, რომელიც რატომ მნიშვნელოვანი, რომ ანუ თუ ის მომატებულია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრედიქტორია გამსაზღვრელი, რომ ადამიანს შეიძლება გულსისხლძარღვთა დაავადებები დაემართოს, მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინი მაღალი შეიძლება არ ქონდეს.
ან მნიშვნელოვნად მომატებული შეიძლება არ ქონდეს. იმიტომ რომ ის არის უფრო გენეტიკური ვარიაცია იმ ცუდი ქოლესტერინის, რომელიც არ არის დამოკიდებული კვებაზე. ანუ შეიძლება ადამიანი კვებით ხელს უწყობდეს, კარგად ჯანსაღად იკვებოდეს, მაგრამ ის ქონდეს მაღალი და განსაზღვრავდეს, რომ მაინც მომატებული აქვს რისკი. რა არის მნიშვნელოვანი კიდე? როცა ამ უყურებს ტესტებს, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს. ანუ კონტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად, მოსაზღვრეთ მაღალი ქოლესტერინი აქვს თქვათ ადამიანს და აქვს ჭარბიწონა, დიაბეტი, ასაკშია, რა თქმა უნდა, მაინც საშიშია ეს ქოლესტერინი. რა თქმა უნდა, ჭირდება ჩარევა ამ დროს და ყურადღება ჭირდება და უყურადღებოდ დატოვება არ ჭირდება. ვინ უნდა გაიკეთოს ქოლესტერინი? უნდა გაიკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა 21-20 წლიდან რა, 20 წლიდან დაახლოებით 4-6 წელიწადში ერთხელ. ნუ თუ კონტროლი ჭირდება, მაგრამ კონტროლი შეიძლება 6 თვეში ერთხელ, თუ კურნალობ ან ვარჯიში დაიწყე ან რაღაცა 6 თვეში ერთხელ აკონტროლებ რა შრება ჩვენი ქოლესტერინის, მაგრამ ისე თუ არ იყო მაღალი ყველაფერი წესრიგშია, მაშინ რამდენიმე წელიწადში ერთხელ 4-დან 6 წლის განმავლობაში. HDL-ზე თუ ადამიანს HDL-ი აქვს 90 მგ-ზე მაღალი, ანუ კაი ქოლესტერინი თუ მნიშვნელოვნად მაღალი აქვს, ზოგჯერ ეგ არ ნიშნავს, რომ კარგია. ანუ სინამდვილეში კაი ქოლესტერინი მეტი კარგია, მაგრამ 90 მგ/დეცilitrზე მეტი თუ არის, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს, რომ არ არის კარგი, იმიტომ რომ დისფუნქციური ქოლესტერინი შეიძლება იყოს და არ იყოს კარგი, მოკლედ, და არაფერი კარგი არ მოიტანს. ტრიგლიცერიდები ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კვებაზე და 500-ზე მაღლა თუ არის მომატებული, აუცილებლად ჭირდება შემდეგი კვლევა, იმიტომ რომ შეიძლება პანკრეატიტის მნიშვნელოვანი რისკია. დაბალი HDL-ი თუა, დაბალი კარგი ქოლესტერინი თუა, განსაკუთრებით ქალებში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს აქვს ქსანტომები, ყვითელი, კანზე ყვითელი ქოლესტერინის დაგროვებები როა ხოლმე, ეგ მიუთითებს დისლიპიდემიას მნიშვნელოვნად და ქოლესტერინის მნიშვნელოვანი რისკია და გულსხმთა დაავადების მნიშვნელოვანი რისკია, მიუხედავად იმისა, ტესტებმა რა შეიძლება აჩვენოს. ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს კანზე თუ აი ქოლესტერინის დაგროვება რო აქვს და ყვითელი სიყვითლეები რო აქვს, რომელიც ცხიმგროვები რო არის ხოლმე, ეგ პირდაპირ მიუთითებს დისლიპიდემიას, მიუხედავად იმისა, რას გაჩვენებს ანალიზები. ეხლა რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ქოლესტერინი შევამციროთ, ტრანსცხიმები უნდა შეამცირო, მარგარინი და ეგეთები და ნაჯერი ცხიმები. ნაჯერი ცხიმები არის ცხოველური ცხიმები. უნდა გაზარდო ბოჭკოვანის მიღების რაოდენობა, შვრია, ფსილიუმი, ომეგა-3 და თევზეულის მიღება. აი ეს არის ოქროს სტანდარტი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქოლესტერინს, ფიზიკური აქტივობა და წონაში კლება მნიშვნელოვნად ამცირებს, შაქრის მიღება და ალკოჰოლის მიღების შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს და თუ მოწევას თავს დაანებებს ადამიანი, მაშინ კარგი სიმკვრივის ლიპოპროტეინები მოიმატებს და კარგია. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.